მივდივარ დალაგთან. საღამომშვიდობისა, ნელ-ნელა საღამოსკენ მივდივართ, საქმეები მივათავე და გადავწყვიტე მოვსულიყავი თქვენთან და თქვენთან ერთად გამომეცხო ბლინები. იმ მარტივი მიზეზით, რომ ხვალ უკვე არის 24 თებერვალი, რამალე გადის დრო, თანაც 28 რიცხვით არის 4 დღეში იქნება 1 მარტი, წარმოგიდგენიათ? და ხვალ იწყება ყველიერის კვირა, მოგეხსენებათ მარხვის წინ, სულაც არ არის ესეთი ბლინების გამოცხობა, ქართული ტრადიცია, თუმცა ადამიანურია და ძალიან გემრიელია და ჩემთვის თავარი ეს არის. და მოდით გამოვაცხოთ, რატომაც არა, თან ვიჭორავთ. დავთარს გადმოვიღებ ახლა მე, უბრალოდ უკვე გადმოღებული მაქვს და ჩავხედავ. და ჩავხედავ იმიტომ, რომ ჯერჯერთი მაინც ისეთი როგორი გამოცდილი რეცეპტიც არ უნდა იყოს, გადავხედავ ხოლმე, რომელიც ძალიან ხშირად მე ამას ვაკეთებ და მეორეც ერთი ის რეცეპტი, რომელსაც მე ყოველ წელიწადს ვამზადებ, ეს არის საფუარით, რძით, კვერცხით, ძალიან თხელები და გემრიელები გამომდის, მაგრამ ეს არის მეორენაირი რეცეპტი, რომელიც კეთდება თხელმაწონზე, ან კეფირზე, ან იოგურტზე. იცით როგორ იოგურტზე, გრეჩესკი იოგურტი, ბერძნული იოგურტი როა, შაქრების და დანამატების გარეშე. და მაქვს ესეთი ცოტა შემჟავებული კეფირი. და მინდა რომ ავითვისო და ამიტომ გადავწყვიტე ამ რეცეპტით მოვამზადო და თან თქვენც თუ დაგაინტერესებთ, რა თქმა უნდა, გამოიყენებთ, იქნება არხზე. საკმაოდ მიმეფხრიც მომეფხრიცა ეს ჩემი რვეული, ამ ბოლო დროს რაღაც გითხარით კულინარიული წიგნისთვის რაღაცებს ვაკეთებ, ჩანაწერებს და ამით უმეტეს ხშირად გჭირდება ხოლმე. ძალიან შემელახა. რა ლამაზია, პანკეიკები ახატია, პანკეიკებიც გავაკეთოთ ერთხელ. ყველიერის ბლინი მაწონზე. კაი ბატონო, დავიწყოთ აბა. დავიწყოთ. ეხლა მე მივუშვერ იმას, რა ქვია, კამერას მივუშვერ მაგიდის ზედაპირს და ბევრად უფრო კარგად დაინახავთ. აი ასე, აგერ დავთარი, აგერ ჭურჭელი და დავიწყეთ. გვჭირდება 350 მილილიტრი მაწონი, თხელი ან შემდეგ 350 მილილიტრი მდუღარე წყალიო. ჩავთოთ ჩაიდანი, კი არის ლიტრზე მეტი. შიგნით 2 კვერცხი და 2 სუფრის კოვზა. კვერცხს რო ყიდულობ, ეგრევე ვრეცხავ და ისევდებ მაცივარში, ანუ ახლა ამ თუთას გადავლებაც არ უნდა. აი ასე. დავამატოთ 2 სუფრის კოვზი შაქარი, 1 და 2. ასე. არ მახსოვს, შეიძლება კოვზი დამჭირდეს, ისე ვიყოს. რა თქმა უნდა მწიფი მარილი, ისევე როგორც ყველაფერს. და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავთქვიფო ეს. იმიტომ რომ აი ესე კვერცხზე შაქრის დაყრა არ შეიძლება, შაქარი წვავს კვერცხს, ახლა ეს რო დავტოვო და წავიდე, ისე დაკურკუშელდება, რომ აი მყვითელ კურკუშელებს ვერაფრით ვერ მოვაშორებ, მერე გადასახდელი ხდება. რეაქციაში შედის და იწება. აი ეს უბრალოდ თუ
გოგიმობის ამოყვანა არ უნდა. უბრალოდ გადავწევ. უკვე კურკუშელებიც აღარ იქნება. აჰა. წიკვი მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი, სოდა გვინდა და ვანილი არამატისთვის. სოდის გემო არ მისცეს, ბევრი არ მინდა. ჩავყარეთ. ვანილი არ დამავიწყდეს. თქვენ იცით რომ მე ამგვარ ვანილს ვყიდულობ. იაფასიანებში ყველაზე მეტად ეს მომწონს. თანაც აგარაში კარგად იშოვება და არსად წასვლა არ მიჭირდება შორს. უი, შენ ახარ დასუნა? ცოტა შემეშინდა. შემეშინდა, შენი ხმა რომ გაიგე. ძალიან ბევრ რეცეპტში, ძალიან ბევრ დიასახლისთან, იუთუბერებთან, რაღაც სხვაგან სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებზე ვნახულობ რეცეპტებს, რომელშიც არის ყავა და არ ამატებენ ვანილს და ამას ხაზგასმით აღნიშნავენ. არის კაკაო ან შოკოლადი და ვანილის საჭიროება არ არის ამბობენ. მე ყველგან ნებისმიერ შაქრიანში რაც არ უნდა ქონდეს ვანილს მაინც ვამატებ. მაგებოდით? ბუბუცა. ძალიან პატარა ბუბუცა. აი ასე. ადგილზე დავაფრინოთ ყველაფერი, რომ მე დასალაგებელი არ იყოს. 3 სუფრის კოლზი ზეთი. აი მიქნია სუფრის კოლზე რო არ შემინახია. 1 რაფინირებული ზეთი მაქვს, რა თქმა უნდა. 2 და 3. ასე. გადავთვალ და ფქვილი უნდა 250 გრამი, მაგრამ მანამდე ვნახოთ, რომ ზეთი, ვანილი, მარილი, სოდა, შაქარი, კვერცხი, მაწონი ჩავამატოთ აგერ, რეაქციაში შევაახლა იმასთან, სოდასთან, ესეც ნიჟარაში მივაბრძანოთ, გადავურიოთ ეს ყველაფერი. აჰა, ამოფუშდება, ისედაც ფუშფუშებდა, ისე იყო შესქელდა, მაცივარში კი არ ამჟავდა, შესქელდა, ზე, შედევდა თვითონ. აბატონო. ქვია ესეთ ლამაზ და კოხტა მუცლიან და ხელები აქვს თითქოს დოინც როგორ უნდა ვთქვა, შემოდგმული. ესეთ საყვარელ საწვნეში მაქვს ქვილი, ესე უფრო იოლია და თანაც მელამაზება. რა გვინდა ახლა ჩვენ გვინდა სასწორი. გვინდა სასწორი. 250 ფქვილი. რაში ავწონოთ ახლა ჩვენ ეს. რაში ავწონოთ? რაში ავწონოთ? ტარარირარარარა. აი ამ ჭიქაში ავწონოთ. ტარარირერირა, ვერაფერი უფრო მსუბუქი ვერ ვიპოვე, მაგრამ გავანულებ არა უშავს. 0-ზეა, გადავიტანოთ 250 და გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება დამატება დაგჭირდეს. ხდება ხოლმე, ხო იცით თქვენ კვერცხის სხვანაირი ზომა, ქვილი სხვადასხვა ხარისხი, ასე რომ კარგია რომ მაქვს აგერ და ზუსტად 250 არ მაქვს, დამჭირდება დამატება დავამატებ. და ამას მივხვდები მხოლოდ მას შემდეგ პირველ ბლინს რო დავასხავ ტაფაზე. ასე. აი ზუსტად 250 გრამია. ასევე დაგჭირდება ჩვენ 350 მილილიტრი მდუღარი წყალი. და ეს მდუღარი წყალი აი ამ მასაში შეყავს ფქვილის შემდეგ. ანუ პატარა პორციებით ვამატებ ფქვილს. აი ასე. ეგეთი ბისკვიტებიც ხო კეთდება? გადავიღებ აუცილებლად. იცით არ იცით? იყოს მაინც არხზე, ვინც არ იცის. კეთდება კლასიკური ბისკვიტის ვარიანტია, ოღონდ ემატება ცოტა ზეთი და ემატება ბოლოს ფქვილის შეყვანის შემდეგ დუღარე წყალი. ან დუღარე რძე. აი ასე კარგად გავხსნი და მერე დავამატებ ამ დუღარე წყალს. ასე.
რძიანი და ვასხავ ნდუღარეს. 350. აბატონო. ეს. ეს მენზურები მაქვს ქიმიური ლაბორატორიიდან. არაფერი საშიში ამაში არ კეთდებოდა. ჩვენ ყოფილ სამსახურში იყო თურმე ადრე ლაბორატორია, მე რომ მუშაობა დავიწყე, უკვე აღარაფერი არ მუშაობდა, აი ერთიანად ჩავასწრე და კარგად გადავმოვიოთ. პრინციპში გათხელდა და ახლა ამისი გადაცრა დიდი პრობლემა არ არის. მაგრამ კურკუშელაც აღარ ჩანს ამასობაში. დავდგით დასაცხელებლად ტაფა, საშუალო ზომის ტაფა. დიამეტრი არ ვიცი ზუსტად, მაგრამ გეტყვით, ესე გაშლილი ხელის გულისხელა. კარგად უნდა გაცხელდეს, უნდა დავასხათ თითო ჩამჩა, მაქსიმალურად ხელი რომ გამოვიდეს, არ არის საჭირო ზეთის მოსმა, იმიტომ რომ ზეთი უკვე აქვს, მაგრამ პირველ ბლინს მაინც დავასხავ და არ დავასხავ, მოუსვამ ცოტა ზეთს და უნდა შევწვათ ორივე მხრიდან, ანუ რომ მივხვდებით, რომ ერთი მხრიდან კარგად გაშრა და შეგვიძლია მიწეპების გარეშე ავიღოთ, მერე უნდა გათავაბრუნოთ. კარგად უნდა გაცხელდეს ტაფა. როგორ მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის ჩემი უკვე შეკრეჭილი ბუბუ. თმა უკვე შესახები მაქვს. ჩემი შეკრეჭილი ბუბუ. ვერ გაჩვენებდი. უბრალოდ იმიტომ რომ ბუბუს გაკრეჭა არ მოხერხდა. წავედით ჩვენთან თოვლია, დათოვლილ გაყინო მოლიპულ გორში და უკვე გორში ვიყავით შესულები რომ მეგოგომ დარეკა თვითონ. არა, მე დავრეკე, რომ ვკითხე ზუსტად საბრძანდებით მეთქე. ხო, ვიცოდი ტერიტორიულად რომ აი მესამე სკოლასთან იყო და ხო მივიდოდი, მაგრამ რა წერია მე ვთხარი, აი რა ნომერში მოვიდეთ მეთქი და საერთოდ აღარ ახსოვდა რომ ჩაწერილი ყავდა ბუბუ. მე დღეს საერთოდ არ მუშაობო, რაღაც მანქანის გადაფორმების სამაქო საქმე მაქვს და ახლა წარმოიდგინეთ იუსტიციის სახლში რამხელა რიგებია, ბანკებში უნდა მივიდეო, აქეთური იქითურიო და ძალიან დიდი ბოდიში მიხადა და მითხრა რომ იქნებ დამელოდოთ, მაგრამ აი როგორი ახლა დაელოდე აი თოვლში, ქუჩაში და ისედაც ახლა ვიცოდი რომ მარტო 9 საათი არ დაიგიანებ და მე თადარიგი დავიჭირე და ცოტა უფრო ადრე წავედით და აი ვერაფრით ვერ დაველოდებოდი ძაღლთან ერთად 1 საათი და 2 საათი და მithumetes უფრო მეტი და უფრო მეტის გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი და მივწერე რომ არ ინერვიულობთ მე ვთხარი მეორედ ჩამოვალთ მეთქი ძალიან შეწუხდა, მართლა ძალიან შეწუხდა. აი ადამიანები ვართ ხან და ხან ხო შეიძლება დაგვავიწყდეს არა მე მაგალითად ერთხელ დამავიწყდა ჩემი შვილის ძალიან მნიშვნელოვან ოლიმპიადაზე წაყვანა. პირველი ტური გაიარა და მეორე ტურზე მიყვანა საერთოდ დამავიწყდა. აი რო ეჩხუბათ ჩემთვის და ვარეპატიებინათ და არიქა ახლა რო აეტეხათ ერთი ამბავი ოჯახის წევრებს და ჩემ შვილს და მასწავლებლებს რა შეიცვლებოდა მაგ და არაფერი ხო ხდება ხან დაავიწყდა ადამიანს მილიონ ჩემნაირს. მე რომ ვეჩხუბო რომ აი მე ამ თავს მოვედი და აი უყურადღებო ხარ და იმასაც უნდა მომუშავო ნერვები, მეც უნდა მომუშავო ნერვები და რატო? რისი გულისთვის? ასე რომ ვუთხარი რომ მართლა არ მწყენია. მოვაბრუნეთ მანქანა და ჩვენ გორელ მეგობრებს ვესტუმრეთ ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ მაინც მოვინახულეთ და დავუბრუნდით შინ. დავუბრუნდით შინ შემოკარგებო და იმის მერე სუთოვლია და ყინვა მომდევნო ერთი კვირა კიდე ესე აჩვენებს და ცოტა გამოიდაროს, გამომზეურდეს ცოტა და აუცილებლად წავიყვან ბუბუს. გაცხელდა ჩვენი ტაფა სუნიმცემს უკვე. გადავინაცვლეთ ტაფასთან. პირველ ბლინს გამოვაცხობ ზეთიანზე, ზეთი მოგუსვი. კარგად ამოვურევ, რომ ძირში არ დაილექოს. საკმაოდ სქელია, იცით? რა ვიცი, მე ვიძახდი ფქვილი დავამატოთ ხო და გასათხელებელი არ გამიხდეს. მოდი ვცადოთ. მე ეს გაკეთებული მაგ რამდენჯერმე ძალიან გემრიელი გამოვიდა და ბევრად უფრო მარტივი ვარიანტია ვიდრე ის საფუარიანი. ელემენტარულად იმიტომ რომ იმ საფუარის ამოსვლას აღარ ელოდები, სხვა თუ არაფერი.
უნდა სავსე ჩამჩია, საჭირო თუ ნაკლებად. საჭიროა სავსე ჩამჩა. მეორე საფუარიანი რეცეპტი, იცით როგორია, აი როგორც ტავის იმიტაცია. ნაზია, მაგრამ აი ესეთია. ნასურეტების გარეშე. ამას ეს უფრო მეტ ნასურეტს იკეთებს. მოდი ხა მაქსიმალურიდან გადავიტანოთ, ცოტა საშუალოსკენ მივაახლოვოთ ეს გაზი. გაზუკა. ასე და ამგვარად ვერ შედგა ჩემო კარგებო ბუბუცას ისა დალაგთან ვიზიტი, მაგრამ შედგება აუცილებლად. ეს არის ერთი სიახლე. კიდევ ერთი ის არის, რომ შევიძინეთ სქელი ზამბარიანი ლეიბები, ქარხნული, ძალიან კარგი წარმოების და ტასიკოს ვუყიდეთ მისთვის საოცნებო სადგამები, აი პადდონი, ხის რომ არის და ახლა თანამედროვე კაფე-ბარებში რომ დგამენ და მაგიდებს და იმენებს რო აკეთებენ, სავარძლებს და ბალიშებს და შუშებს რო ადებენ და ბაღის კამებს და ქუჩის კაფეებს რო აწყობენ ხოლმე. მოკლედ რაღაცა ბუნგალოს ვარიანტია. 4 ცალი პადდონი ვუყიდეთ. ხო და გაჩვენებთ აუცილებლად ახლა ამ ბლინების იმაში ვიდეოში ნუ ჩამახსმევინებთ მაგას ძალიან გწყვეტ. გაჩვენებთ აუცილებლად. აი ესე მოვაწესრიგეთ ჩვენი დაძინება და უკვე 2 ღამეა გვძინავს ძალიან გემრიელად. აი ადგომა არ მინდო და დილით ისე გემრიელად მეძინა. არ დამოწვას. აი ძალიან იოლად მოძრა. და გადავაბრუნეთ, თუმცა შავია. ძალიან შავია, ნახეთ. ქაქანში არის დაგვემართა. არა უშავს, როგორც რუსები ამბობენ. ბლინკომ, ничего. კიდევ რა მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა. ხო, აი რა მინდოდა კიდე თქვენთვის მეთქვა. ჩემ ათამო მომწერა რომ ძალიან კარგი ფილმი ვნახეო არინანეფო. ეგ ფილმი ჩემო საყვარელო რამდენიმე დღის წინ შემხვდა ინსტაგრამზე, ესეთი მოკლე ვიდეოები რო არის ხოლმე და დავსკრინე. იმდენად მომეწონა. დავსკრინე და საერთოდ ამ ბოლო დროს რაღაცა ფილმების ყურების მუღამზე მოვედი და დავსკრინე და აუცილებლად უნდა ვუყურო მადლობა რჩევისთვის. რაც შეეხება ეკატერინა ვილიკაიას რაღაცა იქით გადავდე, თუმცა ეს ტასკოს ძალიან არ მოეწონა და დავიწყე დარელების ყურება. არის ესეთი როალდ დალი, ავტორი და მისი ავტობიოგრაფიულია, ბავშვების მოგონებებია, ძალიან საინტერესოა. ოჯახი დიდი ბრიტანეთიდან როგორ გადადის საბერძნეთის კუნძულზე. ძალიან ვკაიფობ ესე თქვა. ცოტა იუმორისტულიც არის. აჰა. ამჯერად ზეც აღარ ვუშვამ. აი ეს არის ჩემი კინო სიახლეები, ესე ვთქვათ, კინო პახაჟძენიები. ხო და რა მინდა კიდე რომ გითხრათ, ხალხო, ეს არის ბეკოს მიქსერის ჯამი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ბეკოს მიქსერი ძალიან კარგია, აი ძალიან კარგად მადგება. აი ამ ჯამის ეს არ მომწონს, იმიტომ რომ ამისი რეცხვა არის ერთი ამბავი ჩოთქით ხერხავ. ეს ერთი, მეორე მიქსერის შეძენისას მინდა გირჩიოთ, გაითვალისწინოთ ერთი რამ, თუ აპირებთ მიქსერის შეძენა. აი ეს არის ცომის საზელი ფეხის გარდა, აი ესეთი მოყვება 2 ცალი ჩემ ბეკოს მიქსერს და არის საკმაოდ მსხვილი. და მას უჭირს ცილის ამოყვანა, ძალიან დიდი დრო უნდა. რასაც გაცილებით უფრო სწრაფად და იოლად აკეთებს აი ესეთი წვრილი ფეხი, რომელიც არის ჯერ კიდევ დედაჩემის, ჩემ ღრმა ბავშვობაში ნაყიდი გედერის მიქსერის ფეხი. ეს მიქსერი მე ჩემმა მეგობარმა შემიკეთა აგარაში
და მიუხედავად იმისა, რომ ესეთია მალამოშნე, როგორ არის არ არის ესეთი ძლავრი, ძლიერი და იმდენი ბრუნი არა აქვს, როგორც თანამედროვე ბეკოს, მაინც ამას ვარჩევ ცილის ასათქვეფად და ამ მიქსერს ვხმარობ ტორტის ბისკვიტზე. აი ასე შემოკარგებო. გაითვალისწინეთ, რომ აი ეს არ ქონდეს ზედმეტი მოჭიქული, იმიტომ რომ ამის რეცხვა ძნელია და მიქსერს მოყვებოდეს ერთი აი ესეთი წვრილ ფეხება ფეხი. წვრილ მართულა ფეხი. ახლა კი მოდით აი ესე. ოპა, ძალიან რომ არის დაწეპებული გოგოებო, რა ვიყო? არა, ძრება. აი ასე. აბატონო. გადავაბრუნეთ და კარგი შოკოლადის ფერია. აი ამას კი მანამდე სანამ ძალიან არ გაციებულა, ავდგეთ და წავუსვათ. გემრიელი კარაქი, ხომ არის ყველიერის, გაციებულა. გაციებულა, არა უშავს. ამას კიდე მეორე ცხელი რო დაედება ბლინი. ძალიან კარგად იმას იწავს. აბატონო. აი ასე. მეორე მხარე ძალიან მალე შრება. და საერთოდ მე მგონი პირველი მხარეც უფრო სწრაფად უნდა გადმოვიყო, ხო მართალია? ასე კარგად მოუსვათ. ამას გინდა ახლა არაჟანი წაუსვი, გინდა მურაბა წაუსვი, რა ვიცი, გინდა თაფლი წაუსვი, რაც გინდა ის წაუსვი. სულო და გულო იქნება ძალიან გემრიელი. ვაგრძელებთ ბლინების დასხმას. ჩემო კარგებო. რა უცნაურობა ვნახე ამას წინათ ინტერნეტში, არ დამეწესახები. ამ კაკანში. ახალი ტრენდია, არ ვიცი ქართულად როგორ ქვია და ინგლისელები როგორ ეძახიან, ბეჟავая мама. ეს არის ახალგაზრდა დედების ბლოგები, რომლებიც თავის თავს უწოდებენ, ესე ვთქვათ, ბეჟი, ფერი რომ არის ბეჟი, არ ვიცი ქართულად როგორ არის, ბეჟ დედებს, იმიტომ რომ მათ სჯერავთ და ამაში ფსიქოლოგების ნაწილი ეთანხმება და ალბათ ფსიქოლოგებმა მოიგონეს ეს ყველაფერი და დედებმა აიტაცეს, რომ მკვეთრი, მკვირალა ფერები, აი მაგალითად ჩემს უკან რო არის ყვითელი, სადღაც არის კიდე წითელი, სადღაც არის ხასხასა ლურჯი მწვანე, ეს არის ფსიქოლოგიური ხმაური, ბავშვის ფსიქოლოგიაზე აღმზნებად და უარყოფითად აისახება და ყველაფერი სახლში აქვს აბსოლუტურად თეთრი კაკაოსფერი, მუქი კაკაოსფერი, რაღაცა ხორცისფერი, რაღაცა ნაზივარდისფერი, რაღაცა ყავისფრისკენ მიდის, აი ბეჟის ტონებია. კრემის ფერის ტონები აქვს სახლში. სერიოზულ ბიზნესს აკეთებენ ესენი ამით, იმიტომ რომ ჯერ ისეთი უკეთებენ რეკლამას ეკოსათამაშოებს, რომელიც არის მხოლოდ ხისფერი და არ იღებება. მსგავსი ფერის ჩასაცმლის ბრენდებს, ამ ბრენდებმაც აიტაცეს ეს ტენდენცია, ფეხი აუწვეს. მერე და ძალიან ლამაზია ყველაფერი ერთი ფერი და დიდი ოპერატორობა არ არის საჭირო, ნებისმიერი რაკურსით კადრი ლამაზი გამოდის. მერე და ძალიან დიდ აღშფოთებას იწვევს ჩვენნაირ მაყურებლებში, რომ უბედურებაა ეს ბავშვს არ აჭამო იმაზე წითელ ჯამზე და არ ჩააცვა ცისფერი ჯემპრი, იმიტომ რომ ბეჟი დედა ხარ. და იმიტომ რომ თურმე ფსიქოლოგია ბავშვს დალაგებული და როდემდე გეყოლება ამ უფერულ სახლში, გარეთ ხო გადიხარ რა? აი ბავშვს აჩუქეს ყვითელი მანქანა და მე ის გადავუგდა და ავუხსენი რომ ეს შენთვისვია, კარგი ხარ. რამდენად კარგია ეს ფსიქიკისთვის, ნაჩუქარი, ფერადი, ლამაზი მანქანა გადაუგდო თვალწინ ბავშვს ნაგვისურნაში და რაღაც 2-3 წლისას აუხსნა რომ მისი ფსიქოლოგიისთვის ეს კარგია. ეგ სადაო თემაა. მაგრამ ფული კეთდება და ფული კეთდება იმაზე, რომ აი ჩვენნაირები რო უყურებენ და კომენტარებს რო წერენ, თუნდაც აღშფოთებულს და ხშირ შემთხვევაში სალამძღავსაც, შენ რა დედა ხარ და ბავშვი ტრამვირებული იქნება და აი ეს ნეგატივი იღურება ამ არხზე ბავშვის და დედის მიმართ, ეს კომენტარი არის ბევრი, ძალიან ბევრი. შესაბამისად, ძალიან მაღალ რეიტინგებს მოიპოვებს მსგავსი დედების ვიდეოები. კიდევ ერთი ბლინი გადავაბრუნე და დაგიბრუნდით.
აი არ ვიცი, ჩემთვის ძალიან უცნაურია, მე არა ვარ ფსიქოლოგი და არა ვარ ეტალონი არც დედობის და არც სიმშვიდის კიდე და მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეს არის რაღაცა ხელოვნური სამყარო, ხელოვნურად არის შექმნილი. ღმერთმა თუ შექმნა წითელი მარწყვი, ღმერთმა თუ შექმნა ყვითელი მზე. ჩვენ ესე აღვიქვამთ და პირობითად ესე დავარქვით, ხო ამ ფერებს. ღმერთმა თუ შექმნა ხასხასა, ბალახიანი მდელო, მარადმწვანე, ნაძვი და ფიჭვი. ღმერთმა თუ შექმნა აი ფორთოხლისფერი, ალისფერი შემოდგომა. რა უფლება გვაქვს ჩვენ? პატარა ბავშვი, ანგელოზი, ჩავამწყვრიოთ ერთტონალურ, ერთფეროვან ოჯახში, იმაში ბინაში და კარგი დავუშვათ ფსიქოლოგიური სიმშვიდე აქვს ამ ბავშვს და გარეთ რო გავა, მე რა მოხდება? აი, ან სიმღერე სამყაროს? არ ვიცი. სხვათა შორის აი ესე ძალიან ბევრი მედავებოდა და პირველ რიგში ჩემი თავი გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი რომ ნახე, ძალიან ბევრი მედავებოდა ტასიკო რო გადავიყვანე ჰომსკულინგზე. რომ ეს შენ არ იცი, სოციალიზებული არ იქნება, ამოვარდნილი იქნება ჩარჩოდან, არ ვიცი, შეიძლება ის დედებიც ასე ფიქრობენ და შეიძლება მართლები არიან, აი არ ვიცი, ვერ გეტყვით. მომწერეთ რა სიტყვით თქვენ და გაგიგიათ თუ არა ამის შესახებ და ყველაზე მეტად მაინტერესებს იცნობთ თუ არა ასეთ ადამიანებს. ინტერნეტში ყავთ ნანახი კი არა, თუ იცნობთ ასეთ ადამიანებს. ტასიკოს ფეხზე მეკითხებოდით, როგორ არის თუ რა შვებაო? ბევრად უკეთესად არის. ტასიკო უმეტესად ახლა დადის ერთი ყავარჯინით. ხშირად საერთოდ არ ხმარობს ყავარჯინებს, მაგრამ ექიმის ვერჩევით არ უნდა დააძალოს. არ უნდა დააძალოს ტრამვირებულ ფეხს. ამითი უბრალოდ ხელს შეუშლის საბოლოო გამოჯამრთელებას და ასევე საშიშია მეორე ფეხიცო, იმიტომ რომ მეორე ფეხს უფრო მეტი დაწოლა ექნება, რადგან ტრამვირებულს უფრთხილდებიო და მოკლედ ნუ იჩქარებო 6-დან 8 კვირამდეა ამისი რეაბილიტაციის დრო და მოუფრთხილდიო. ხო და უფრთხილდება, თუმცა ძალიან მოწყინდა სახლში. ძალიან მოწყინდა სახლში. რას ვიზავთ? სამაგიეროდ გეგმებს ვაწყობთ, რომ გამოთმება სად უნდა ვიბოდიალოთ. აი ასე. რაც შეეხება ჩემი და ტასიკოს კვების რეჟიმს და რაციონს, ჩვენ ძალიან კარგად მივიწევთ წინ. საერთოდ აღარ ყიდულობთ პურს, აღარ ვიღებთ პურს. მაქსიმუმი მივერთვათ ლავაში, ისიც არა ყოველ დღე და ისიც არა ყოველი საკვების მიღებაზე. და საერთოდ ამოვიღეთ, მთლიანად ამოვიღეთ ჩაქარი. ეხლა იმ ბლინებსაც თითო-თითოს ან ორ-ორს მივირთმევთ, ესეც იმიტომ, რომ ერთი დღე გვაქვს ამორჩეული და ამ ერთ დღეს რაღაცეების უფლებას ვაძლევთ ჩვენ თავს. ასე ჩემოკარქებო, კვლავ კარაქი გადაუსვათ, კარაქი თან აგემრიელებს და თან არბილებს. უფრო ანაზებს. ხო გინახავთ რუსულ მულტფილმებში ესე რომ მაღალი ის რო დგას ხოლმე, შენობასავით ბევრი ბლინი რო აქვთ ხოლმე გამოიწყარი. ეს ვფიქრობდი ნეტა რა არის თქო. თუმცა დედა მიკეთებდა ხოლმე, მაგრამ ის რაღაცა სხვანაირი იყო. როგორ თხელებს, როგორ მიკეთებდა, შაქარს მიყვდიდა ხოლმე ესე. ასეთი არ იყო, ის რაღაცა სხვანაირი იყო. უნდა გავახსენო ერთი. ის მე მგონი უფრო თხელი ალაძიკის ის იყო. პრინციპში ესეც ხო თხელი ალაძიკის ცომი გამოდის, ეგრე გამოდის. იცით კიდე რა მახსენდება ხოლმე ამ ბლინებზე და ესე მაღალზე დაყენებულზე ჩარლი ჩაპლინი და ჩაგისვათ და გაჩვენოთ ეგ ვიდეო ვგიჟდები ისე მიყვარს ესე რო თulis როგორც ჩვენ ბავშვობაში საკონტროლოს რეულებს თuliდნენ ხოლმე უნივერმაღებში. გახსოვთ? საკმაოდ ჩქარა მიდის საქმე. ჰაპ. ეს ქარია ჩვენთან და ღამე აჩვენებს -9-ს, -10-ს, -7-ს, საღამოს უკვე იყო -4.
და ყოველ ღამე ცოტა როგორც ძაბს ისე ტოვებ სამზარეულოში წყალს, რო არ გაყინოს სადარბაზოდან საიდანაც შემოდის პლასმასის მილებია შევფუთებ ჩვენ სპეციალური შესაფუთით, მაგრამ მაინც ტოვებ, რომ ძალიან ხშირია, აი რო ჩავდივარ ხოლმე ასეთ სიბრდღეებში, ზოგს ისა აქ მრიცხველი აქ გახეთქილი, ზოგს რა, რა ვიცი, მე მრიცხველს შემოვაფუთე ფოლგა და ზემოდან ჯემპლი. და თავის კარადაშია და მილებს ყველას ეს ვერცხლისფერი პენოპლასტია, მე მგონი რაღაცა ერთგვარი ღრუბელია, აი ის ჩავაცვით. ხო და მე მგონი რომ გახეთქოს და იმას გადავრჩებით. და სადაცა 4 დღეში უკვე ხალხო არის 1 მარტი. ბედის დღეები, ქალთა დღეები, ლალალა, ტრალალა, მიხარი. რა გავაკეთოთ, რა გამოვაწყოთ დედის დღეს, აბა რა გინდათ? მოვიფიქროთ რა. აი ეს შედარებით ადრე გადმოვაბრუნე. ბატონო, რაღაცა მიზანში არ გამომდის დათმობება. ესეც ასე. შემდეგი და ნახეთ რა კოხტები და ლამაზები და გარუჯულები გამოვიდა. აი ასე. ბატონო, აი ასე. რაც უფრო ნაკლებ ხანს ვაჩერებდი, მით უფრო ნაკლებად უხმებოდა გვერდები და უფრო ნაზებია. რამდენი გამოვიდა? 1, 2, 3. აი ასეთ საშუალო ტაფაზე გამოვიდა ამ პორციით 17 ცალი. მოდით ახლა დავაგემოვნოთ. არ მინდა ბოლო მთლად ძალიან ცხელი იქნება. ასე. ესეც თბილია, ესე დავაფინოთ. არაჟნის კოლობს არ გამოვაჭენებ, იმიტომ რომ ჯერჯერობით რეკლამისთვის არ მიხდის ბატონო ეგ არაჟანი, ამიტომ არ გამოვაჩინოთ. ასე. ავიღოთ ახლა ესე გადავახვიოთ. და დავადეგუსტიროთ. აკარგი ყოფილა თურმე. სტაფილოზ და სალათის ფურცლებს გარდა კიდე რა მისჯამა. ძალიან ნაზია. ზომიერად ტკბილია. არაჟანი მართლაც უხდება. ხოშიანია. იცი თუ არა ძველებური პონჩიკის გაკეთებაო. ვიცი. დედის დღისთვის პონჩიკები გავავსებთ. დღეისთვის გემშვიდობებით, ჩემო კარგებო, იმედია რეცეპტი გამოგადგებათ. იმედია როგორც ყოველთვის მომწერთ თქვენ რჩევებს, თუნდაც ამ რეცეპტთან დაკავშირებით. მინდა რომ კარგად იყოთ. შევხვდებით რა თქმა უნდა ამ არხზე და იმედია რომ ხვალ კარგად გზადდებოდ. ოჯახი, მოგროვდით ბლინები მზად არის.